ახალი მთავრობის პირველ სხდომას აქციით ხვდებიან მოქალაქეები, პარალელურად სამოქალაქო აქტივისტები მთავრობის ადმინისტრაციასთან ამ წუთებში იკრიბებიან. ნიკა საჯაია იმყოფება ადგილზე და ის უნდა შემოგვიერთდეს პირდაპირ ეთერში, რომელიც გვეტყვის რა ხდება მთავრობის ადმინისტრაციასთან და რა მოთხოვნები აქვთ ნიკა აქტივისტებს. მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან შეიკრიბნენ სტუდენტური მოძრაობა ნაბიჯისა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლები. მცირე რიცხოვანია ეს აქცია, თუმცა ვხედავთ მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან, რომ უსაფრთხოების ნორმები არის მაქსიმალურად დაცული, კერძოდ საპატრულო და კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები, რომლებიც არიან ადგილზე და ესე ვთქვათ, იცავენ პერიმეტრის უსაფრთხოებას და გარკვეულ მონაკვეთზე ახლა უკვე მაშინ, როდესაც მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლები შევიდნენ შენობაში, აღარ ეძლევათ ვთქვათ აქტივისტებს იმის საშუალება, რომ გადმოინაცვლონ მოედნის შუა ტერიტორიაზე, სადაც როგორც თავად აქტივისტები ამბობენ, ისინი შეახსენებენ ირაკლი კობახიძეს, რომ ასე ვთქვათ, მათ არ სურთ ყავდეთ ასეთი პრემიერ-მინისტრი და იხსენებენ იგივე 20 ივნისის მოვლენებს, გავრილოვის ჩამოყვანას და მის პარლამენტში ასე ვთქვათ, შეპატიჟებასა და გამასპინძლებას, როგორც ამბობენ, ასევე იმას თუ როგორ განვითარდა იგივე პროცესები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც ირაკლი კობახიძე ასწავლის და აქ შეკრებილი ადამიანები ამბობენ, რომ ირაკლი კობახიძე უნდა იყოს ქართული ოცნების ხელისუფლების ბოლო პრემიერ-მინისტრი, რომელსაც დისკომფორტ შეუქმნია. კობახიძემ უნდა იცოდეს და გაიგოს, რომ ის არის ცუდი კაცი, რომელსაც აქვს წარსულის უამრავი შეცდომა. და ეს არის სამარცხვინო ადამიანი, რომელიც 5 წუთით ჩამოვალა ბორანტეს იმის გამო, რომ რუსი გავრილოვი ჩასვა პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში. და კიდევ ერთხელ ჩვენ გვინდა საზოგადოებას შევახსენოთ, ვინ არის ირაკლი კობახიძე. ადამიანი ლექტორი, რომელსაც სტუდენტები რუბლებს თავზე აყრიან. ლექტორი, რომელიც თავის სამსახურში აუდიტორიაში ვერ შედის ათეულობით ადამიანზე დაცვის გაშემ. შიშარა კაცი ირაკლი კობახიძე. ამიტომ მოვაწყო ეს სპექტაკლი, რაც ხდება ეს აქ. ამიტომ ირაკლი კობახიძე უნდა იყოს ქართული ოცნების ბოლო პრემიერი. და ის უნდა შევაძლოთ ჩვენ ქართულმა ხალხმა. პოლიცია არანაირ განმარტებას არ აკეთებს, ისინი იძახიან, რომ ჩვენ ესე გვინდა და ვერ ჩაატარებთ. როგორ ჩავატარებთ, მაგასაც დაინახავენ ეს ადამიანები. თავარი სათქმელი არის იმის შეხსენება, რომ ის არის ადამიანი, რომელმაც პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე, იქ სადაც ზუსტად გამსახურდია იჯდა, დასვა რუსი გავრილოვი. ეს არის ადამიანი, რომელსაც დარწმუნებულია, რომ არ მოერიდება, რომ პრემიერის სკამზეც ვინმე რუსი მაღალჩინოსანი დასვა. ასეთია კონკრეტული განცხადებები იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც დღეს დილით შეიკრიბნენ მთავრობის ადმინისტრაციასთან, მათ ფაქტობრივად მოთხოვნები არ აქვთ, ისინი უბრალოდ პრემიერს მიმართავენ. შეიძლება ითქვას, შვიდ ვითარებაში მიმდინარეობს საპროტესტო აქცია, ხედავთ პოლიციელების რაოდენობასაც, რომლებიც მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან არიან განთავსებული და ასევე მთავრობის სხდომის პარალელურად დღეს კიდევ ერთი აქციაა დანოსებული, რომელსაც ონკოპაციენტები გამართავენ. ისინი კერძოდ მოითხოვენ, რომ შეასრულოს მთავრობამ გაცემული დაპირება, რომ 2024 წლიდან ლიმიტი დაწესებული სამკურნალო თანხის გაუქმდებოდა და ასევე უფრო სწრაფად მოხდებოდა მათთვის მედიკამენტური მკურნალობის დაფინანსების საკითხი და ეს ადამიანებიც უკვე რამდენიმე წუთში მოვლენ და ცალკე დამოუკიდებელ აქციას ამ კონკრეტული მოთხოვნებით გამართავენ.